სამხრეთ კავკასია რეგიონი, რომელიც სტრატეგიულ ჰაბად ყალიბდება, ასე ქვია ანტალიის დიპლომატიის ფორუმის პანელურ დისკუსიას, სადაც გამოსვლისა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში დიპლომატიის როლზე ისაუბრა, რომ იმპერიების გზაჯვარედინზე საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ დიპლომატია იყო. ყურადღება გაამახვილა იმ მსხვილ პროექტებზეც, რომლებიც ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. სოფო ბერიძე ანტალიიდან. სიკეთეები, რომელიც დიპლომატიას ქვეყნებისთვის მოაქვს, ეს იყო მთავარი აქცენტი ლევან ჟორჟოლიანის განცხადების, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. ლევან ჟორჟოლიანი საუბრობდა იმის შესახებ, რომ დიპლომატიას ქვეყნებისთვის მოაქვს კეთილდღეობა და მშვიდობა. ბუნებრივია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადება ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას შეეხებოდა იმას, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, არამედ უზრუნველყოფს რეგიონულ მშვიდობასაც. რა თქმა უნდა, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების ერთ-ერთი მთავარი თემა შეეხებოდა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად აჩვენებს და ბუნებრივია, რომ ლევან ჟორჟოლიანი საუბრობდა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გეოპოლიტიკურ დანიშნულებას ძენენ. საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე არსებობს. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო. რამდენიმე იმპერია გაქრა, მაგრამ საქართველო კვლავ არსებობს. ამიტომ გვწამს დიპლომატიის მშვიდობის, სტაბილურობის და ყოველთვის შევუწყობთ ხელს დიპლომატიას. ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს და ახლა სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ ვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხემძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას. ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება. მშვიდობა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გვაქვს ევროპაში. ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,3% იყო, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 8,4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის ასეთი მაჩვენებლის საფუძველია ბიზნესის კეთების სიმარტივე. საერთაშორისო ინდექსების მიხედვით მოწინავე ადგილზე ვართ. ასევე ბიუროკრატიის ჭრილში კარგი მაჩვენებლები გვაქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს და მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გააძლიეროს ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობის ფუნქცია. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა. განვახორციელოთ მსხვილი პროექტები, როგორებიცაა მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა, ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში თურქეთში შეკრებილი ლიდერები მსჯელობენ, ისინი ეძებენ გზებს იმისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უფრო უკეთესი, სტაბილური და მშვიდობიანი მომავალი მსოფლიოსთვის. სოფო ბერიძე საუბრობდა.